დღემშვიდობის მეგობრებო, რა თქმა უნდა, კალათბურთის შესახებ იქნება ეს ეპიზოდიც და რა ხდება ჩვენს თავს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტული არის ხვალ უმძიმესი თამაში, რომელიც ბოსნიასთან გვაქვს და უცბად დღევანდელი თამაში მონტენეგრო ინგლისი 42-48 არის ანგარიში ინგლისი უგებს, მოკლედ ეს პატარა სენსაცია ჯერჯერობით, ესტონეთი, პორტუგალია, ლიტვა, შვედეთი, ჩეხეთი, ლატვია, ფინეთი, გერმანია, თურქეთი, სერბეთი. აი, ორი სიტყვით მინდა ვთქვა, გერმანიას ვინ გააჩერებს ან რა გააჩერებს, წარმოდგენა არ მაქვს. ჩვეულებრივი მანქანა, სნაიპერებით შემდგარი, არ ვიცი რა, არანაირი სერბეთი, არანაირი არ ვიცი, ხა ლიტვას რა უქნეს მეგობრებო, ვინც ნახეთ, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ გერმანიის თამაშით, არ ვიცი, საოცარი, სამქულიანები გინდა, ფარზე გინდა, მოხსნები გინდა, მოწინააღმდეგის ფარზე, ნუ არ ვიცი, ყველა კომპონენტში საოცრები არიან. ხო, აი გერმანიის მერე ალბათ ხო, რა ვიცი, სერბეთი, მაგრამ თავარი აღარ ბოგდანოვიჩი რო აღარ ყავთ, არ ვიცი, რამდენად შეძლებენ. და ლიტვაც კიდე მოისაზრება, ალბათ ფინეთიც შესაძლებელია. მოკლედ, დღევანდელი თამაშები ესეა და ყველაზე მთავარი, ეხა ჯგუფური მეგობრებო, ესე იგი, A ჯგუფში თურქეთი, სერბეთი, ლატვია, ესე ესტონეთი არ ყვევს დღეს. პორტუგალიასაც რა თქმა უნდა შანსი აქვს, ნახოთ და ბოლოზე არის ჩეხეთი, გერმანია, ლიტვა, ეს B ჯგუფი, ფინეთი, მონტენეგრო, შვედეთი, ინგლისი, მერე C ჯგუფი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, საქართველო, ბოსნია, კვიპროსი. გუშინ მშვენივრად მოვიგეთ მეგობრებო, ესე იგი, რაც დაგვაკლეს, თქვათ, ბერძნებმა ფაქტიურად ამოვინაზღაურეთ გუშინდელ თამაში და ძალიან სასიხარულოა 93-61. თუმცა მე იტალიაზე არაფერი მithქვამს, იტალიასთან მეგობრებო და საერთოდ ჩვენი აქილევსის ქუსლია, მოგეხსენებათ ეს სტაბილურობა, ფარზე მოხსნა, როცა არ მიგდის სამქულიანები და მაინც ისვრი ჯინაზე, არ ვიცი ეს რა ჯინია უბრალოდ. ამიტომ სტაბილურობა რა თქმა უნდა არ ქონდა იტალიასთან და იტალიამ კვლავ მოგვიგო, მოკლედ ესეც აქილევსის ქუსლია, რომ იტალიას ვერაფრით ვერ ვუგებთ, ვისთვის არ მოგვიგია, მაგრამ იტალიას ვერ ვუგებთ. და მით უმეტეს, როცა გჭირდება მოგება, საერთოდ ჩვენი გუნდი ამ შემთხვევაში ძალიან რთული ამბავია, როცა აი ეხა მაგალითად ხვალ, ნუ კარგი, ეხა კვიპროს მოუგეთ იოლად, მაგრამ რაც უქნა ბოსნიამ საბერძნეთს, იმის მერე ჩემი აზრით ძალიან რთული არამე პროგნოზი გააკეთო, ისევ და ისევ სტაბილურობა თუ არ დაალაგდა, სამქულიანები თუ არ წაგვივიდა და როგორც ეხა გუშინ მაგალითად შენგელია მეგობრებო საოცრად ითამაშა 27 ქულა მოაგროვა თუ არ ვცდები და იტალიასთან ეგეთი ალბათ კარიერაში შენგელიას არ ქონია, დარწმუნებული ვარ და ალბათ არც ექნება, რომ თელ თამაში ერთი ქულაც ვერ მოაგროვა მეგობრებო, ეს წარმოუდგენელი ამბავია და დაუჯერებელი შენგელიასთან მიმართებაში, ასე რომ შენგელიას რომ ოდნავ წასვლა თამაში, ალბათ იტალიასთან არ წავაგებდით და ესე ზღვარზე არ ვიქნებოდით გასვლა არ გასვლასთან დაკავშირებით, ხვალ უეჭველად უნდა მოუგოთ, უეჭველად, კი ბატონო, გუშინ იტალიამ ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი, რომ ესპანეთს მოუგო, ესეც ცოტა ალოგიკური იყო ჩემთვის, როგორ, ნუ ეს ესპანეთი მე ვთქვი კიდევაც, რომ არ არის ის ესპანეთი და ჩვენი მოგებაც არ არის შემთხვევითი, რომ არ არის რა ის გუნდი, რა ის სტაბილურობა,
კი, რა თქმა უნდა, იტალია კარგი გუნდია, ფაქტია, 3 მოგება 1 წაგება, ესპანეთი 2 მოგება 2 წაგება, ჩვენც 2 მოგება 2 წაგება, ბოსნიაც 2 მოგება 2 წაგება, კვიპროსს აქვს მხოლოდ 4 წაგება, საბერძნეთი 3 მოგება 1 წაგება. მოკლედ ხვალ ძალიან მძიმე ბრძოლა გველის და ვნახოთ მეგობრებო რა იქნება, იმედია რომ გამოვიჩენთ ამ სიმტკიცეს და მოკლედ საბერძნეთთან რაც ქნა ბოსნიამ, აი აქედან გამომდინარე ცოტა შეშინებული ვარ და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება და აი ამ გადამწყვეტ თამაში ჩვენი ბიჭები საწადელ მიზანს მიაღწევენ და დაამარცხებენ ბოსნიას. თუ არა და სხვა შემთხვევაში ძალიან რთულად არის ყველაფერი. ამის თქმა მინდოდა მეგობრებო დღესაც რა თქმა უნდა უყურეთ კალათბურთს და ისიამოვნეთ და ხვალ მძიმე ბრძოლა გველის და სპეციალურად ვნახოთ შემდეგ ეპიზოდში ვილაპარაკოთ ხვალინდელ თამაშზე, ალბათ მანამდე ჩავწერ ეპიზოდს და ვილაპარაკებთ ფეხბურთზე ხვალ ასევე ძალიან მაგარი თამაში გველოდება საქართველოს თურქეთის დაპირისპირებაში და ამაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში ხვალინდელი კალათბურთის შედეგი რა გგონიათ და ასევე ფეხბურთის შედეგი და მე ხვალ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით და ნახოთ მეგობრებო რა იქნება. აბა დროებით.